მოგესალმებით მეგობრებო, იწყება EdTalk-ის ახალი ეპიზოდი. ჩვენ სტუმრად ყავს ძალიან საინტერესო ადამიანები. ნება მიბოძეთ გაგაცნოთ დათო ბორჩხაძე, რეჟისორი და ვიგენ ბიბა ვართანოვი, ოპერატორი. როგორ ზანდებით მეგობრებო? მადლობა, კარგად. კარგად, მადლობა. მოკლედ ჩვენ ისეთი ხმაურიანი ეპიზოდი გამოგვივიდა ცოტა ხნის წინ ვიფიქრე რომ ეს მიმართულება უნდა გაგრძელებულიყო და პროფესიებისთვის უნდა დაგვეთმო უფრო მეტი დრო ჩვენს პოდკასტში, იმიტომ რომ ძირთად საუბრობთ კამპანიებზე ხოლმე, სადაც სააგენტო და ბრენდი მოდის და რაღაც კონკრეტულ კამპანიაზე მიდის ხოლმე შეობა, თუმცა მქონდა ვცდილობა რომ პროდიუსერები ყავდა სტუმრად, სადაც გაშალეს რაღაც მიმართულებები თავიანთი პროფესიის მიხედვით და მოკლედ ძალიან ბევრი საინტერესო დეტალი აღმოცენდა იქ და ვიფიქრე რომ საინტერესო იქნება და ასევე უფრო გაგვაგრძელებინა ეს და რესტორან რეჟისორი დაგვეპატიჟებინა, ოპერატორი და უფრო სიღრმეებში ვისაუბროთ ზოგადად პროდაქშენზე, პროცესზე, რა ხდება ამ მიმართულებით საქართველოში, რა გვიჭირს, რისი გაუმჯობესება შეგვიძლია და არ ვიცი, ძალიან ღიად შეგვიძლია ყველაფერზე ვისაუბროთ. არ დავზოგოთ და არ მოვერიდოთ არაფერს მეგობრებო. სიმართლე ვთქვა. სიმართლე, აბსოლუტური სიმართლე უნდა ვისაუბროთ. ჯობია რომ მე მგონი დავიწყოთ ჩვენი მაყურებელი მაინც ვინც დამწყები ამ სფეროში, სტუდენტები, რომელსაც სურთ ეს ინდუსტრია კიდევ უფრო ხმად გაიცნონ. ალბათ ჯობია რაღაც პატარა ისტორია მოუყვეთ. ზოგადად რას ნიშნავს რეჟისორობა, საიდან იწყება და როგორია სტანდარტული გაგება და მე უკვე რეჟისორთანაც, უბრალოდ ოპერატორთანაც იგივე კითხვა მექნებოდა. მაშინ მოდი ბავშვობიდან დავიწყებ. და მოვყვები როგორ მოვედი აქამდე. ჩემი სიყვარული რეჟისურის მიმართ და ამ სფეროს მიმართ საერთოდ იწყება ბავშვობაში, ძიმე 90-იანებში შუქირი ვარ მქონდა. მამაჩემი მაგ დროს მუშაობდა, იყო ეგეთ ტელევიზია იბერვიზია. და ძალიან მიყვარდა რომ როდესაც ამიყვანდა ხოლმე და იქ რაღაცებს ვაკვირდებოდი კამერას, სამონტაჟოს, განათებებს. და მაქედან ნენელა დაიწყო ეს ჩემი სიყვარული ამ სფეროს მიმართ. მერე იცი რა არის რაღაც ბევრი გზა უნდა გაიარო ჩემი აზრით რომ პირდაპირ ესე არც რეჟისორად და არც ოპერატორად არიბადები. დაახლოებით 13 წლის ვიყავი, როდესაც რაღაცებში დავეხმარე მამაჩემს. რაღაცა გადაცემის ქუდი, რასაც თქვენ მაგას აკეთებდა და მიყვარდა, მაშინ იყო 3D პროგრამა იყო, თავიდი 3D სტუდიო ერქვა და After Effects იყო რაღაც ეფექტების პროგრამა და მაგაში მიყვარდა თამაში რაღაცების, იმიტომ რომ მაშინ არც კამერა იყო, არც YouTube არ იყო, Yahoo-ც даже მერე შემოვიდა და ესე კასეტებზე რაც მოგვეპოვებოდა, მაგალითად ჯექსონის კლიპები, ეგეთ რაღაცებს შევიტანდი ხოლმე. კომპიუტერშიც არ იყო, უბრალოდ ის იყო მაშინ ესეთი ტელევიზიებს აქვს, ესეთი სამონტაჟო მოწყობილობა არის, პულტს ეძახიან. რამდენიმე ვიდეო გაქვს და ეგ მაგ მეთოდით ამონტაჟებდი და მან დავიწყე თავიდან თამაში, რაღაცებს ვამონტაჟებდი, მერე რაღაც ამ 3D პროგრამაში გადავედი და რაღაც შეკვეთა რო ქონდა მამაჩემს, ვეხმარებოდი ხოლმე თავიდან, რაღაცა პატარა რაღაც ეპიზოდს გავუკეთებდი ქუდის და ესე ნენელა მოვედი აქამდე, მაგრამ ამ გზაზე ბევრი პროფესია შევიცვალე. ერთი პერიოდი მე მონტაჟით მუშაობდი ტელევიზიაში პირველ არხზე. პირველი არხის ამინდის პროგნოზზე მუშაობდი რეჟისორად. სამყარო. რეჟისორად. იმეჯიც მუშაობდი, პრომოების რეჟისორად მუშაობდი იმეჯში დაახლოებით, არ ვიცი, 15 წლის წინ მეტი. და ესე ეტაპ, რა ვიცი, ხან გრაფიკოსი ვიყავი, ხან კინოზე პლეიბექზე მუშაობდი, დიტო ცინცაძის ფილმზე მუშაობდი პლეიბექზე. და ეტაპ ესე მე რაღაცა ეტაპი დგება ისეთი, რომ რაღაცა პატარა რგოლს განდობს და შედარებით დაბალ ბიუჯეტია, მოდი ნახოთ რა შეგიძლია, იმიტომ რომ სულ რო შენ რაღაცას აკეთებ და მუშაობ და ამ ექსპერიმენტებში ხარ, თან მე გამიმართლა რომ მამაჩემი ამ სფეროში იყო და რაღაცამ რაღაცა შეამჩნია და მოდი რაღაცა ვცადოთ პატარა პროექტი, გავაკეთე მე ცოტა დიდი და ბევრი ლაპარაკი რო არ გამოვიდეს, მე მოვედი აქამდე. ანუ ესე უნივერსიტეტში საგნად და იმ პროფესიად ესე იცი რა არის სამწუხაროდ ჩვენ თაობას მაინც ვეძახი მე YouTube-ის თაობას, იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც დავიწყე, ხატო არის არ ვიცოდი
ესე გაგებული მქონდა რომ ხატვარი არსებობს კინოში და რეკლამაში, მაგრამ ვერ ხვდებოდა რა უნდა ქნას თუ ხატვარმა ის რაღაც მიხვალ და გადაიღე და ხატვარმა თავიდან არ ვიცოდი რა უნდა ისე უკნიდან მოვდივარ. და მე ნენელა შემოვიდა YouTube-ი ჩვენ ცხოვრებაში, რაღაცა კინოს making of-ებს უყურებდით, რეკლამის making of-ებს, რაღაცა ინტერვიუებს, ერთმანეთს რაღაცებს ვეკითხებოდით, ერთმანეთს უზრდიდით. თქვათ ბიბა თავის გამოცდილებას მიზიარებდა, მე ჩემ გამოცდილებას უზიარებდი და ესე უნივერსიტეტში თავიდან GPA-ში ვსწავლობდი მე კომპიუტერულ სისტემებზე და ქსელებზე და მე მივხვდი რეჟისორობა მინდა და გადავედი უნივერსიტეტში კინო-ტელეს სარეჟისორო საოპერატორო ფაკულტეტი იყო ესეთი. მაგრამ სამწუხაროდ ის დონე არ იყო რომ რაღაცა ძალიან ბევრი მოეცა იქ სწავლას და ესე მაინც ვეძახი რომ ჩვენ ვართ YouTube-ის თაობა. თვითნასწავლი? ბიბა შენსკენ რა ხდება ამ მიმართულებით? ჩემსკენ არა, საერთოდ შეიძლება მსგავსი ისტორია მამასთან დაკავშირებული. ისე განათლებით ფიზიკოს-მათემატიკოსი, კი ბატონო, ფიზიკის ფაკულტეტი. მამა მხატვარი და კინემატოგრაფისტი, რომელმაც 62 წლიდან 92 წლამდე იმუშავა ქართულ ფილმში. მთელი თავის ცხოვრება ძალიან დაკავშირებული კინოსთან იყო. ორი ცხოვრება ჰქონდა კინო, რომელშიც იყო კინოოპერატორი, ფოტოგრაფი კინოსტუდიაში ქართულ ფილმში. მეორე ცხოვრება იყო მხატვარი, აკეთებდა ასამბლაჟებს, კოლაჟებს, მაგის ფუნდამენტალური ხელოვნება. ამ ოჯახში გავიზარდე. დედის და მამის ოჯახში, ამ გარემოცვაში, მაგრამ სამწუხაროდ ჩემი როცა მე ვიყავი 7 წლის, დაინგრა ქართული ფილმი 92 წელს მამამ დაკარგა სამსახური, ქართული ფილმი აღარ არსებობდა, მამამ გააგრძელა მუშაობა თავის ნამუშევრებზე, ასამბლაჟებზე, კოლაჟებზე, სახლში, ოჯახში და მაგ დროს უკვე მამასაც ასჯეროდა რომ მაგ სფეროში უნდა წამიყვანოს. რა თქმა უნდა, მასწავლიდა ფოტოგრაფიას, ყოველ დღე რაღაცას სეირნობდით ქალაქში სხივებზე, ჩtildeებზე მეუბნებოდა ლამაზი კადრი, ეს ბავშვობიდან გამონკვა. მაგრამ იმ წელს როცა ვაბარებდი უნივერსიტეტში, რა თქმა უნდა, არავის არ გვიფიქრია თეატრალში ან კინოსაოპერატორზე ჩავაბარე ფიზიკის ფაკულტეტზე. ვისწავლე კარგად, სადღაც მეორე კურსამდე ვისწავლე კარგად, მე აღარ ვისწავლე კარგად. იმიტომ დავიწყე მუშაობა და კი მეც ბევრი პროფესია გამოიცვალე, ძირითადად IT-სთან დაკავშირებული და ამ IT-მ მომიყვანა სარკეში, სარეკლამო სააგენტოში, ეს იყო 2000. IT-შნიკები ვართ მე და შენ ეგრე. მე და შენ ვართ ქსელის ინჟინერები, ფიზიკოსები. სხვა შორის ხო ისე ფიზიკის და მათემატიკის ცოდნა ფიზიკა ჩვენ სპეციალობაზე ოპტიკა. რეალურად იმ ფიზიკიდან ყველაზე კარგად ოპტიკა გამოვიყენეთ, რაც ვიცით. მათემატიკა ჯამში გაისაინტერესო. 2003 წელს მოხდი სარკეში. IT-ის მხრივ, ჩემო მეგობარმა გამაცნო, რაც ტექნიკური პრობლემები ჰქონდა. მოხდი სამყაროში, სადაც ეს IT ძირითადად დაკავშირებული იყო წარმოებასთან. ძალიან დიდი წარმოება ხდებოდა სარკეში მაგ წლებიდან 2003-დან 2012-მდე სარკესთან ერთად ბევრი წლები გავატარე და მანდ დავიწყე გადაღება. ლევან ბახია იყო ის ადამიანი, დამფუძნებელიც და პროდაქშენის ხედი, რომელსაც არ ჰქონდა შეზღუდვა და იქ დავიწყე პირველი გადაღებები. მომცა საშუალება რომ გადამეღო პირველი რეკლამები და ის რაღაცა მამის ნასწავლი ფოტოგრაფიაც საც გამომადგა, გადაღებაც გამომადგა, ცოდნა ფირის გამომადგა. ეს იყო ციფრული ეპოქის დაწყება 2004-დან 2008 წლამდე, როცა ეს ციფრულმა კამერებმა ძალიან დიდი რევოლუცია მოახდინეს, ფერთა კორექციით დავინტერესდი და ამ ბაზაზე ნელ-ნელა დავიწყე გადაღებები. ძირითადად რეკლამები, სადღე იღებდა ძალიან ბევრ სარეკლამო რგოლს. და 2010-დან 2014 წლამდე კინოპროექტებით ერთად გადავიღეთ. ძალიან ბევრი ადამიანი გავიცანი მანდ, ჩვენ ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ადამიანის ერთად მოვდივართ იქიდან, გადაგვიკეთებია სხვადასხვა პროექტებზე და ეგ არის ჩემი მოკლე ისტორია, ხო, ფიზიკის ფაკულტეტიდან ესე სარეკლამო სამყაროში განათლება არ მაქვს, გულისხმობ აკადემიური განათლება არ მაქვს, ხო. მაგრამ ჩვენ სფეროში
არც ჩემთვისაც, დათოსთვისაც, მე მგონი არავისთვის დიპლომი ესე არავის არ უთხოვდა. თავარია რაღაცა საქმიანი საქმე, ხო. ხო და აი ძალიან საინტერესო ხა მაგაზე ვფიქრობდით. თქვენი აზრით აი ეს აკადემიური განათლება რაღაც კუთხით ახლა თქვენი გამოცდილება რო ავიღოთ მაგალითისთვის რა, აი თუნდაც მსგავსი ტიპის ინდუსტრიაში აი რო პროცენტულად რო თქვათ რა, აი რა წილი აქვს, აი თავარია შენი სიყვარული, აი ეს გინდოდეს რომ აქამდე მიხვიდე და შენითაც შეიძლება ისწავლო თუ ეს აკადემიური განათლება მაინც მნიშვნელოვანი, ნუ ქართული ავიღოთ მოდე ხა საერთაშორისოს რო შევეხოთ. მე ჩემ მაგალითზე გეტყვი რომ 2001-ში ძალიან სუსტი იყო ის კლასიკური განათლება, მაგრამ მე პარალელს ვაკეთებ ის ჩემი კურსელები ისთან ესეთ ფიზიკის ფაკულტეტზე სწავლობთ, ყველა ფიზიკოსის ვერ გახდა. ანუ ცოტა ეს კლასიკური განათლება საჭიროა, საინტერესოა, ბევრ connections გაძლევს, ის სამეგობრო რომელიც film school-ში ერთად რო ხარ, ძალიან საჭიროა, იმიტომ რომ რეჟისორი შენი კურსელია, ანუ ეს საინტერესო თიმია. კლასიკური განათლება საჭიროა, მაგრამ რა თქმა უნდა, შენი დაინტერესება უფრო მნიშვნელოვანია და მონდომება. მე მაგ ეგეთი კითხვა. ეხლა ჩვენ სააგენტოს გამოცდილება რო თქვა ჩემგან, რომ არსებობს რაღაცა ეტაპები თანამშრომლების განვითარების, ხო? ანუ რაღაც ვიღაც შეიძლება იყოს თავიდან არ ვიცი, პირობითად სოცმედია, კოპირაიტერობა მოუნდეს, მერე კოპირაიტერი, გაიზარდოს, მერე კრეატიული დირექტორობა მოუნდეს, მერე კრეატიულ დირექტორობას რეჟისორობა მოუნდეს და რაღაც აი ხო არის რაღაც აი ეტაპამდე მიდიან და მე რაღაც თავის საყვარელ თუ საინტერესო საქმისკენ გადადიან ხოლმე. რა აი თქვენ შემთხვევაში ეგ ტრანზაქცია იყო თუ აი თავიდანვე ეს რეჟისორობის მომენტი ქონდა ან ოპერატორის момენტი ქონდა თუ აი შეიძლება ოპერატორსაც რაღაც დროის მერე გაუჩნდეს რომ რეჟისორი გახდეს პირობითად. აი ეგ როგორ არის? რასაც ბიბამ თქვა ეს კინოსკოლაში, მაგალითად, ნუ პირველ რიგში ჩემი აზრით ყველა პროფესიის მიმართ თავი არის სიყვარული რა, აი მაგრა უნდა გიყვარდეს და უნდა მიუძღვნა თავი. ანუ ეგ არის ამავალი წერტილი, არა აქვს მნიშვნელობა რეჟისორი იქნება, ფეხბურთელი თუ მუსიკოსი თუ მხატვარი. ძალიან თუ გიყვარს და მიუძღვნა აუცილებლად ტიპოვი იმ გზას და იმ წერტილამდე მიხვალ რა. მაგრამ თავი არის როგორ მიხვალ იმ წერტილამდე, მაგალითად კინოსკოლაში კარგი ის არის რომ რასაც შეიძლება შეიძლება როლები გაცვალო და ეგრე ხდება, ანუ როტაციას ავითარი, თქვა რაღაცა პროექტზე მუშაობ, ჯერ სცენარისტი ხარ, მერე კინოოპერატორი ხარ, მერე რეჟისორი ხარ, მერე შეიძლება მხატვართაც იყო და ერთმანეთში ცვლით ამ როლებს და ხვდები ნელ-ნელა გზაზე. ესე შეიძლება აღმოაჩინო რომ თქვა ოპერატორობა უფრო ხიბლობს ვიდრე რეჟისურა. მე ძალიან მიყვარს ოპერატორობაც რა და რომ მკითხო ხა კინოში თქვა კიდე ვინ იქნებოდი, ოპერატორის სიამოვნებით ვიქნებოდი. და აი ამ გზაზე ხა ჩვენ რა გზითაც მოვდივართ, უფრო ძნელი არის, მაგის ფუფუნება არ გაქვს, რომ ხან ოპერატორი იყო და ხან რეჟისორი, იმიტომ რომ თავიდანვე ირჩევდა უკვე პროექტებზე მუშაობდა, იქ ვერ იტყვი ხა, რომ მოდი მე ხა ის ვიქნები და შენ გადაიღე. არასერიოზულია ეგ და ამიტომ ჩვენთან უფრო შეზღუდული არის სარეკლამო სააგენტოში, ჩემი აზრით უფრო არის მაგის საშუალება, რომ მოსინჯო ხან კოპირაიტერი იყო და ხან არ დირექტორი, მაგის საშუალება მე მგონი უფრო არის, ვიდრე ჩვენთან რა და ნუ ეგ არის ეს აკადემიური სწავლება, რა თქმა უნდა, ახლა როგორ უნდა თქვა, რომ ცუდია, უფრო მოკლე გზა არის ჩემი აზრით იმ წერტილამდე მისვლის, ეს წრეხართ და ერთად იზდებით და კონექშენები, რასაც ბიბა რასაც ამას კავშირები გაქვს და ეგ ძალიან გეხმარება ყველაფერში. ანუ რა თქმა უნდა, კარგია აკადემიური სწავლება, მაგრამ ამ გზითაც თუ გიყვარს საქმე, მიხვალ იმ წერტილამდე, რაც ჩაფიქრებული გაქვს. დავამატებ რაღაც ეს ოპერატორებთან კლასიკურ სამყაროში იქ სადაც არსებობს ასოციაციები და იუნიონები, ამერიკაში განსაკუთრებით ეს მკაცრია. არსებობს საფეხურები, რომელსაც გადის ოპერატორი. იგულისხმება, რომ ყველა ტექნიკური საფეხური უნდა გაიაროს, არსებობს იერარქია, რა დეპარტამენტებით იწყებს, რომ საბოლოო ჯამში მიიღონ გილდიაში და თქვა, ანუ ოპერატორია უნდა კონდეს გავლილი რაც 1 წელი ამ დეპარტამენტში, ისევ on inside კამერა დეპარტამენტში ოპერატორებთან არის ეგრე. რაც ძალიან საჭიროა, რაც მეც გამივლია და პრინციპში თბილისში ვინც ოპერატორები ვართ, ყველას გაგვივლია. განათებაზეც გვიმუშავია და ეს ძალიან გეხმარება სწორედ დროის გათვლაში. შენ თუ სწორედ იცი რამდენი დრო ჭირდება ამ სანათის შეტანას ობიექტზე, ადეკვატურად ითვლი შენ დროს და შენ თუ ცხოვრებაში არ აგიწევია ეს
რაც 20 კილოგრამიანი სანათი მესამე სართულზე ვერ ზომავ ადეკვატურად. Ну, შესაბამისად, აი ეს ინსაით დეპარტამენტებში მუშაობა ძალიან საჭიროა და ძალიან კაია, რომ ყველამ შიგნით უნდა იცოდე რა შიგნით უნდა პირდაპირ იცოდე. ესე ბახდა მოვედიან რეჟისორი კი, ან და ოპერატორი. მინიმუმ რომ დაუფასო იმ ადამიანს საქმე რაც აკეთებს. ხო, ეს რატო დავიწყე იმ film schools ჩვენ შემთხვევაში თეატრალურს ვიტყვით ხოლმე, რადგან იქ არის ფაკულტეტი. ყველა ჩვენ ვცდილობთ ყველანი და ყოველთვის ღია ვაცო სტუდენტები მოდიან სეტზე. ის ფუნდამენტალურ განათლებას აუცილებლად ჭირდება მათ დანახვა იმის რაც ხდება. შეიძლება ქართულ მასშტაბში სტუდენტი ვერ დაინახავს რაღაცა დიუნის გადაღებას, მაგრამ არანაკლებ მასშტაბურ ტექნიკას ხო ნახავს? კი, დიუნის ტექნიკას მათ ნახავს, შეეხება და დაწევს იგივეა. ეხლა შეიძლება ბიუჯეტი არ ემთხვევა დიუნის და ქართული ფილმის, მაგრამ პროცესს ნახავს. და ეგ ძალიან საჭიროა და ყველა ვცდილობ და ძალიან ბევრი შემთხვევა, როცა სტუდენტები ესე ხდებიან. არა უნივერსიტეტის დახმარებით ხდებიან ინდუსტრიაში. და დანარჩენი იქ როგორ თვითონ მაგაზია უკვე ხიარულები არიან სეტზე, ხო? ეს ძალიან არა უნდა გიყვარდეს და შეგაშინოს დაბყოლებებმა და მზად უნდა იყო ღამისთენებისთვისაც და ყინვაში დგომისთვისაც და შეშლისთვისაც. ხო, ეგრე გამოვიდა რომ კი ჩვენ ხიარულები ვიყავით, როცა მოხდით რაღაცა ხო. არასდროს ეგრეც ჩანს რა, რომ აი რაღაც სასიამოვნო პროცესია ეს გადაღების პროცესი. იცი რა არის დითათვალიდან რო შეხედე. საქართველოში დიდი ოჯახივი თვართ რა. სარეკლამოებიდან დაწყებული ტექნიკური ჯგუფი დამთავრებული გინა გამნათებელი გინა პლეიბექზე ყველა იმდენად ბავშვობიდან მოვდივართ ერთად. რომ ის არ არის ალბათ გლობალურ ბაზარზე ცოტა უფრო მეტი დისკომფორტი არის, მაგრამ იქაც რა არის, რომ მიდიხარ იქაც იმდენად იგივე ტიპი ოპერატორი რაღაც ხო ყოველას რაღაც მუსიკოსები ხო რაღაც ერთნაირი ტიპები იქ დეპარტამენტებში შეიძლება ვიზუალზე ვიხდე რომ ვინ არის რა და რაღაც ისინი ჩენიანები არიან რა ის სადაც არ უნდა წახვიდე მაინც რაღაცა დიდი ოჯახის ნაწილი ხარ და ის არ გაქვს რაღაც ესე დისკომფორტი და კი უცხოეთში რომ მივდივართ გადაღებაზე სურათებს უგზავნით იქაო დეპარტამენტი ჩვენ დევრა იმ ნახე შენ გავს შენაირად აცვია და შენაირი ღიპი აქვს და ძალიან გავს აი გრიფის ხალხი გრიფს გავს საუნდი ანუ საინტერესო არის განსხვავება ქართულ რეალობასა და საერთაშორისო გამოცდილებას შორის ეხლა თქვენ გქონიათ გამოცდილება ეხლა გიმუშავიათ საერთაშორისო პროექტებზეც ქართულზეც თუნდაც აი სეტზეც ან მანამდე მოსაზრებელ პერიოდში რა განსხვავება არის და ასევე ძალიან საინტერესოა ზოგადად ჩვენი პოდკასტი მაგას ეხება რომ თლიან ფლოუს ყვებით ხოლმე იდეიდან განხორციელებამდე და როგორ მოდის თქვენამდე იდეა ან როგორ უნდა მოდიოდეს და რა არის ცუდი რა არის კარგად შეიძლება უფრო ვაკეთოთ იმიტომ რომ ეხლა ამ პოდკასტზე დარწმუნებულად თქვენს ეპიზოდს რო ნახავენ თუნდაც სააგენტოს ის ადამიანები რომლებსაც თქვენთან აქვს ჩემხელობა შეიძლება ძალიან ბევრი რამე გაითვალისწინონ თუნდაც თქვენთან ურთიერთობაში რომ უფრო პროცესი გაუმჯობესდეს ხო ანუ ეგ არის მთავარი ხა და შეგვიძლია მე პროდიუსერების ეპიზოდსაც შევეხოთ ბევრი ნაწილი იყო იქ საინტერესო რეჟისორებთან და ოპერატორებთან გაშერებული ნახავენ ამ პოდკასტს მაშინ მე წავედი გლობალურ გამოცდილებას რაც შეეხება ძალიან დიდი არ მაქვს სამწუხაროდ მაგრამ ნუ მან ის ფაქტორი შემოდის რომ გირჩევნია შენ საყვარელ მეგობარ ოპერატორთან მხატვართან სააგენტოსა პროდიუსერთან ასე შემდეგ მუშაობა ვიდრე უცხო სტაფთან მაგრამ მეორე მხრივ ამ კომფორტის ზონიდან გამოსვლაც აუცილებელი არის რაღაც ახალი სისხლი ახალი გამოცდილება ისე ესე გლობალურ ჭრილში რო დაინახო ძალიან პატარა განსხვავება არის უფრო რაღაცა კულტურულ აი რა ქვეყანაში ხარ ცოტა რაღაც ეგ ფაქტორები შემოდის და პროფესიულ ჭრილში არ არის ესეც სხვაობა რა და რა თქმა უნდა რაღაცას თავისებურად აკეთებენ და მაგ გამოცდილებას იზიარებენ და იზიარებ შენს მაგრამ აი ძალიან ისე დისკომფორტში არ ხარ იმიტომ რომ მაინც აი ფეხბურთელი რო რაღაც სხვა გუნდში გადადის ხო რაღაც შეიძლება რაღაც პატარა სხვანაირი ვარჯიშები ქონდეს მაგრამ ფეხბურთია მაინც დაახლოებით ჩემთვის ეგრეა ეს გლობალური მაგრამ ბიბას უფრო მეტია გლობალური ხო გლობალური ხო მაინც ესე არის ოპერატორი უცხოური სერვისი რომელიც საქართველოში ხდება სერვის პროექტებს ვეძახით რომელიც ბევრია საკმაოდ საქართველოში სარეკლამო კინოც წარმოებაც ბევრია და
მაგრამ უფრო მეტი სარეკლამო პროცენტულობად დღიურად. ძალიან საინტერესო ოპერატორები უფრო ხდებით ეგეთ პროექტებზე, შეიძლება ეს იყოს მეორე Unity, მაგ შემთხვევაში რეჟისორი ნაკლებად ხდება ძირითადად სერვის პროექტებზე key პოზიციები, აი როგორც ბოჩქან თქვა, მეგობრები, ოპერატორი და რეჟისორი ჩამოდიან სააგენტო, რომელიც უცხოური სააგენტო, უკვეთავს უცხოურ პროდაქშენს სარეკლამო რგოლს, უცხოური პროდაქშენი უკვეთავს ქართულ პროდაქშენს საქართველოში გადაღებას, შესაბამისად key პოზიციები ჩამოდიან. ჩვენ შემთხვევაში ოპერატორები უკვე რაც კარგი ხდება ქართულ ოპერატორებსაც თავაზობენ. კარგი გზა არის ნელ-ნელა ჩვენს უნდა განვითარდეთ, კარგად გავყიდოთ თავი. და რაც შეეხება როგორია ერთნაირია. მართლა ძალიან გავს ის უცხოელი რომელიც ჩამოდის თვითონ უშუალოდ გადაღების პროცესში უცხოელ რეჟისორთან როცა მუშაობ და ის იღებს საქართველოში იმისთვის აბსოლუტურად ყველაფერი კომფორტულია სტრუქტურიზაცია ეგეთივია ენის ბარიერის გარდა იმას პრობლემა არ აქვს ზუსტად იცის ენაც არ არის ბარიერი იმიტომ რომ იცის რომ დეპარტამენტები ეგრეა შესაბამისად ძალიან კარგად სტრუქტურიზებული ვართ სერვის პროექტებზე, კარგად ვაკეთებთ ან სერვის სარეკლამო, რაც ეხმარება ჩვენ განვითარებასაც, იმიტომ უცხოელი ოპერატორი შეიძლება ჩამოვიდეს ძალიან საინტერესო რეკლამაზე წამოვიდეს ოპერატორი, რომელსაც მანამდე ბევრის დიდი ფილმი აქვს გადაღებული ფინანსური ინტერესის გამო და ბევრი დადის. და შენ მიდიხარ მეორე კამერაზე მუშაობ ადამიანთან, ბევრ რაღაცას სწავლობ, იმის ურთიერთობას ჯგუფთან მაგრამ ძალიან გავს ყველაფერი ძალიან და როცა მეც წავედი უცხოეთში გადასაღებად იგივე სტრუქტურიზაცია დამხდა და ძალიან მარტივი. კი, კულტურული განსხვავებები არსებობს, ეხლა ფრანგულ ფილმზე ლანჟღვინო უნდა დალიო და ჩვენ ვიზახით ფრანგული სისტემა, ის ევროპული სისტემა და ამერიკული. ბევრი განსხვავებია უნწილმანები, პროდაქშენ პროდიუსერები იციან, პროდაქშენ მენეჯერები იციან მაგ განსხვავების შესახებ და ძალიან მხიარობთ. და რა მაინტერესებს საქართველოს მე ხა გამიგია რომ ძალიან შეიძლება ბიუჯეტური ალტერნატივა არის პროდაქშენის კუთხით ხო ესეც ნუ თუ შევადარებთ საერთაშორისო ბაზარს და მათ პრაის რეინჯებს ანუ ამის გარდა რა რითი არის უნიკალური ჩვენი ასე ვთქვათ ეგ სერვისი ღვინო ხინკარი როგორც ბანალურიც არ უნდა ჟღერდეს ლოკაციები კი ბატონო ახლოს არის ყველაფერი ახლოს არის ყველაფერი ლოგისტიკურად მარტივია და უფლებები გადაღების რა უფლებები გადაღების მარტივად არის ვიდრე იქ რო ჩადიხარ ბოდიში რო გაგაწყვეტინე რაღაცა გააქვს რომ რაღაცა ამ ქუჩაზე 12-დან 2-მდე უნდა გადაიღო და აი იმ მიმართულებით იყურებოდე აქეთ ვეღარ გამოიხედები ერთ შეზღუდვები ჩვენთან არის კი სხვათაშორის და რამდენიმე პროდაქშენმა რომელმაც ბევრი წარმოება უკვე საფრენ საქართველოში სხვათაშორის art დეპარტამენტიც გახდა ის მიზეზი რატომაც ჩამოდიან იმიტომ ძირითადად ის გადაღება ხდება პავილიონში stage-ში ძალიან ძლიერი დეპარტამენტი ძალიან ძლიერი დეპარტამენტი აშენებს დეკორაციას იღებს ჯადოქრები და ანუ ესეც ნაწილია ამ ტურიზმის, ესე ვთქვათ, წარმოების ტურიზმიც შეიძლება იყოს ძლიერი დეპარტამენტი, შეიძლება იყოს ლოკაციას, ლოგისტიკაც და თავისუფლება და თავისუფლება დაგეგმვაში რა. ხო. ნუ ბევრი სხვა, მაგრამ მეორე მხრივ ბევრი პრობლემაც არის, როგორც არის ფრენები, პირდაპირ ფრენების არ ქონდა, იმიტომ შენ რო სერიოზულ სააგენტოს რომელმაც შეგიკვეთა, არ ვიცი, ისე დიორის რეკლამა და ეუბნები რომ არ მაქვს მე პირდაპირ რეისი ახლა შენთვის პარიზიდან თბილისში და შენს კვირაში სამჯერ უნდა იფრინო. სააგენტო ცოტა არ მოსწონს ეს ამბავი, ხო? და ხო, ბევრი საერთო პრობლემასთან ერთად ჩვენზეც მოქმედებს ეგ. მაგრამ ნელ-ნელა ვცდილობ სტაფი ვითარდება, ტექნიკური სტაფი. და ძალიან კარგად ძალიან განვითარდა რეჟისორის ასისტენტების პოზიციაც, first AD-ების, second AD-ების, რომლებმაც მეტად ისწავლეს უცხოელ ოპერატორებთან კომუნიკაცია. ბევრი ჩელენჯი გვაქვს ენა, კომუნიკაცია, ტექნიკურ სტაფისთვის, რაცაც ნელ-ნელა ვახერხებთ და ვსწავლობთ. სფერო ვითარდება ესე იგი. კი, პოზიტიურად დავიმუხტე. ხო, უბრალოდ გამოვიდა ძალიან სერვის პროექტებზე გადავიდეთ, მაგრამ ლოკალურადაც ძალიან ვითარდება. ჩემ თავზე მაქვს რა იცი შემჩნეული რომ რამოდენიმე წლის წინ თქვათ რაღაცა უცხოურ რეკლამას რო უყურებდი რაღაცას ვერ ხვდებოდი როგორ იყო გაკეთებული და ვაუ და ის მქონდა რომ რა მაგარია
რაღაც შენ განვითარებას მაგით იგრძნობ რა, ჩემ მაგალითზე ვლაპარაკობ, რომ რაღაცა წლის მერე რომ ნახავ იგივე რეკლამას, უკვე როგორ გეჩვენება, იცი რომ თითქოს შენ გადაიღე რა, ყველაფერი იცი იქ როგორ კეთდებოდა და მაგით გრძნობ, რომ რაღაც უკვე წინ ხარ რა, თუ რაღაცა შენთვის ის იყო, რომ ნეტა როგორ აკეთებენ, ეხლა რო ნახავ უკვე ზუსტად იცი როგორ გააკეთეს რა და ეგ არის ხოლმე ჩემი პირადი ინდიკატორი, რომ გრძნობ, რომ იზრდები. გავიზარდეთ, ხო, შესაბამისად მარტო არ ვარ ეს ძალიან გუნდური სფერო არის არც ერთ რეჟისორზე და არც ერთ ოპერატორზე ყველა დეპარტამენტმა თუ კარგად არ შეასრულა თავის საქმე იქიდან დაწყებული მაგალითად ვინც ქუჩას კეტავს აი შენ რომ მიდიხარ სადღაც გადასაღებად წინ ღამეს უნდა მივიდეს ხალხი ლოკაციის დეპარტამენტიდან და გაწმინდონ ეს ქუჩა მანქანები არ დაგახვედრონ იმიტომ რომ შენ თქო მიგაქვს რომ რაღაცა ის ხეუნა ჩანდეს და ის სახლი აი თუ მიხვიდი და ეგ დაგვდა მანქანა უკვე პრობლემა იწყება და ცოტა სხვანაირად იწყებ გადაგეგმას კომპრომისები დიხარ ანუ აი მაგას ვამბობ რომ ყველა დეპარტამენტმა თუ ძალიან მაგრა გააკეთა თავის საქმე საბოლოო ჯამში ძალიან ეთყობა პროდუქტს ამიტომ ძალიან გუნდური სფეროა აი ესე გადაღებაზე ხოლმე ხანახან ეგეთი ის როგორი მოსაზრება გამჩენია იცი აი მაგალითად მივედი სეტაზე და დამხვდა არ ვიცი 40 ადამიანი რომელიც ყველა ესე დარბის და თითქოს კლიენტსაც ბრენდსაც გონია რომ ხა რამდენი ხალხი გადასაჭიროა ყველაფერთან ხო იმიტომ ხო არა რომ იმიტომ ხო არ ვიხდი ძვირს რომ მომაჩვენონ ეხლა რომ ესენი ვითომ საქმეს აკეთებენ ძალიან მინდა მოკლედ დავიწყო ფლოუზე საუბარი და ჩვენი ასე ვთქვათ ძირითადი ღერძი დღევანდელი საუბრის მაგაზე ავაგოთ რაც მოიცავს ეგეთ რაღაცას რომ მე ვარ სააგენტო მოვიდა ჩემთან ბრენდი დამბრიფა რაღაცა კონცეფცია მოვიფიქრეთ იდეა მოვიფიქრეთ რაღაცა ვიდეოს გადაღება გვინდა და მოკლედ რაღაც სცენარი დავწერეთ და უყვებით productions ხო და ეს სცენარი რომ მოუყევით ამ productions ძირითადად იქით ამ მხრიდან კონტაქტზე არის პროდიუსერი იმ კონკრეტული production-ის და გვიკეთებს ნუ სააგენტოს პირველ რიგში რაღაცა რაღაც basic ინფორმაციას გვაწვის და ხარჯ-საღრიცხვას გვიკეთებს რაღაც კონკრეტული იდეა რა დაგვიჯდება და თვითონ პროდიუსერიც ამ სცენარის გაზიარების შემდეგ გვეუბნება რაღაც შეთავაზებებს რომელი რეჟისორი გადაიღებდა რა რომ აი ხანდახან აი მე ხშირად მქონია გამოცდილებაში აი ამას გადაიღებდა ბორჩხა ამას გადაიღებდა სხვა ამას გადაიღებდა სხვა რაღაც თქოს თავის ხელწერა ხო თავის ხელწერა აქვს და არ არის დიდი არჩევანი რეჟისორებში საქართველოში მაგნაცეში ნუ სააგენტოს ტკივილი ეგ არის რა რომ აი ეგ თითქოს რაღაც სიძე ჩამოსათვლელი რეჟისორები არიან ვინც შეიძლება იცოდე რომ აი ხარისხზე რომ უკვე იცი წინასწარ რომ რაღაც შვიდად ხარ მაგნაცეში თუმცა მე აგერ პროდიუსერებმა როგორც აღნიშნეს არსებობენ ნიუკამერები ეგრეთ წოდებული რომლებიც შეიძლება არ აქვთ დიდი პორტფოლიო დაგროვებული მაგრამ ასევე კარგად იღებენ თუმცა მაგნაცეში ცოტა უნდობლობა გვაქვს სააგენტოს იმიტომ რომ მაინც გვეშინია რა რომ აი გავიხსნა ფეხბურთელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ხო არ ათამაშებ დებიუტანტს ხო კი ბატონო ათამაშებ ნუ ეხლა ბიუჯეტსაც გააჩნია კი მაგრამ ვიცი იცი რომ ასეთ ისე უფრო მოგიტანს შედეგს და ხო მაგრამ იმ ფეხბურთელსაც ხო გაიყვან მე როცა იგებს მატჩი არა მაგრამ როცა იგებს და ბოლო 10 წუთს მაგიტომ ათამაშებს ხო ეგ ხელწერა მართალია რომ ეგრეა იმიტომ რომ პროდიუსერები ამბობენ რომ ეგრე არ არის ყველა რეჟისორს შეუძლია თუ დროს მისცემ თავისი ხედვით და ამით ღამეც გადაიღოს დილაც რაღაცა წარსული დროც მომავალიც და ასე შემდეგ ანუ თუ აი მაინც არის ეს ხელწერა როგორც რაღაცა არტისტებს აქვთ რაღაც თავის მიმდინარეობები ანუ უცნაური კითხვა ნებისმიერ ადამიანს ნებისმიერ რაღაცის გაკეთება შეუძლია ანუ არ არსებობს ზღვარი ხო ეგრეა მე შეიმიძლია გამოვიცნო ეს მათემატიკური ამოცანა ანუ სააგენტოებმა მივაკარით AR-ი რეჟისორებს არა არსებობს მათემატიკური ამოცანები ისე ამოცნობა კაცობრიობას არ შეუძლია 7 წელი დარჩა და აი რომ მომინდეს ნებისმიერ ადამიანს ხო შეუძლია ეს ქნას უბრალოდ ძალიან დიდი ზო ჭირდება და იმ მათემატიკოსებში არის რამდენიმე ადამიანი რომელმაც გააკეთა ეს მე უფრო მგონია რომ დროსთან არის სააგენტოს უფრო დროის საკითხი აქვს და ირჩევს რეჟისორს რომელმაც ხვალვე გააკეთებს, გადაიღებს და იცის იმის ხელწერა და ის ხელწერა მოსწონს. თვითონ სააგენტოს ხომ მოსწონს იმის ხელწერა ვისაც ირჩევს. და თუ რამე საინტერესო ახლავს ეძებს, შეიძლება მართლა ახალი რეჟისორი შესთავაზოს პროდიუსერმა. ოპერატორების შემთხვევაში არის რეჟისორებზე არ მიფიქრია ისე, ხო, შენ რო წერან. რეჟისორი ირჩევს მე ოპერატორს თუ აქაც
პროდიუსერმა უნდა შესთავაზოს ეს. მე მგონი როგორ არის 50-50 ხო გააჩნია. მოგიყვები თავიდან ბოლომდე. კი, აი მოდი მე დავასრულებ თლიან flows რა, როგორც მინდა რომ ეს თქვენგან ავიღო ეგ ინფორმაცია, არის ეგეთი რომ ჩვენ სააგენტოები რომ მოუყვებით ამ პროდიუსერს, პროდიუსერი შეკრავს გუნდს, აირჩევს რეჟისორს და ასე შემდეგ. მერე სააგენტო უყვება ან კრეატიული დირექტორია თუ კრეატიული თიმი იდეას უკვე რეჟისორთან ერთად აკეთებენ ამ შეხვედრას და მერე ჩვენ ველოდებით ხოლმე სარეჟისორო სცენარს, ასე ვთქვათ, როგორ დაინახავს რეჟისორი ამ ყველაფერს და უკვე მერე შიდა პროცესებია, უკვე პროდაქშენის ხარეს გადადის მეტი წილია, თითქოს სააგენტო მაგნაწილში აღარ არის უკვე იმდენად ჩართული, ერთადერთი კრეატიული დირექტორი არის უფრო მეტად ახლოს რეჟისორთან, რომ ზუსტად ის მიიღონ, რაც აქვს ჩაფიქრებული და მე მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან გარდა ისო სტანდარტული როგორი ფლოუა და როგორი პროცესია ეს. როგორი გინდათ რომ იყოს, იმიტომ რომ ხა მე მინდა რომ გავითვალისწინო როგორც სააგენტომ, რომ იმისთვის რომ თქვენთან მუშაობა უკეთესი ექსპერიენსი გახდეს, მე უფრო კარგი პროდუქტი მოვიტანო თქვენთან. ანუ თუნდაც იდეის ნაწილში რა უნდა მქონდეს გათვალისწინებული რა, თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომ მე რა დაგანახოთ, ანუ moodboard-ი უნდა მქონდეს, მოტანილი, უნდა შეგახედოთ მაგასაც, რომ აი ყველაფერი რომ სააგენტოები ხა არის ბევრი სააგენტო, რომელსაც შეიძლება ამ ყველაფერს ძალიან იდეალურად აკეთებს და თქვენთვის ძალიან კომფორტულია მუშაობა, მაგრამ ძალიან ბევრი სააგენტო არსებობს საქართველოში რა. დაიწყოს ბოჭკო, იმიტომ რომ ოპერატორი ცოტა გვიან ერთვება ამ იმაში. თავიდან დავიწყებ მაშინ რადგან ეს flow საინტერესო არის. პირველ რიგში კლიენტი და სააგენტო ხვდებიან ერთმანეთს და თანხმდებიან კლიენტი აძლევს რაღაცა briefs, დავალებას, რა უნდა რომ მიიღოს და სააგენტო დამოუკიდებლად ემუშავება, არც პროდაქშენია ჩართული, არავინ არ არის ჩართული, რამოდენიმე სცენარს თავაზობენ, კლიენტი იტყვის ესეთი კი არა, ისეთი მინდა, მე გააგრძელებენ და რაღაცას თანხმდებიან, თქვა რაღაცა სცენარზე შეთანხმდნენ. მე როგორ არის, იცი, ცოტა უცხოეთსაც შევეხები, მაგალითად გლობალურ ბაზარზე არის, რომ პროდაქშენთან რომ მივა სააგენტო, მე ეს პროდაქშენი აცხადებს ესე ვთქვათ რეჟისორების კონკურსს. გლობალურ ბაზარზე, რასაც ეძახიან treatments. და ეს პროდაქშენი იმ სტილიდან გამომდინარე, რასაც ჩათვლის, რომელი რეჟისორი უხდება, არა მარტო სტილი, ნუ ბიუჯეტი და ყველაფერი ფაქტორების გათვალისწინებით, ვთქვათ, შესთავაზებს 5 რეჟისორს. გაუგზავნის სააგენტოს 5 რეჟისორის ნამუშევრებს, ეს გლობალურ ბაზარზე როგორ ხდება. ისინი მე დააშორტლისტებენ და იტყვიან, მოდი, აი ამ 3 რეჟისორმა გამოგვიგზავნოს ახლა თავისი ხედვა treatment-ი რა. ეს 3 რეჟისორი უგზავნის მე treatment-ს და მე სააგენტო და კლიენტი ერთად უყურებენ ეს production-იც, რომელ რეჟისორს როგორი ხედვა აქვს, მე რაღაც პატარა ქოლები ინიშნება და ბოლოს აირჩევენ ერთს. ახლა როგორ ხდება ჩვენ შემთხვევაში, ნუ, რადგან პატარა ბაზარი ვართ, მაქედან გამომდინარე, რა თქვი, რეჟისორების და მაგრამ არ არის მარტო რეჟისორებში ეს. პროპორციულად არის რა, როგორც რეჟისორები ცოტა, ისე ოპერატორებიც, ისე მხატვრებიც. ყველა დეპარტამენტი არ ვიტყვი, რომ იმიტომ რომ ეგრეთ ცოტაც არ ვართ, ეხლა სამნი არ ვართ, საკმაოდ ბევრი ნიჭიერი რეჟისორი, რომელიც დიდ პროექტებზე მუშაობს და შეუძლია ძალიან კაი პროექტების გაკეთება. უბრალოდ აქ რადგანაც აი ისე ის ფაქტორი შემოდის, ეგ ცუდიც არის და კარგიც არის, ცოტა კომფორტის ზონაში შეყევხარ მაგას, რომ მეთან არ მიყვარს ამ treatment-ების კეთება რა, ცოტა ჩემთვის არის რა, ისე ცოტა აი შენი თავის გაყიდვა არის რა, იმიტომ რომ რეალურად პროდუქტს კი დაინახავ ესე, მაგრამ ის პროდუქტი ბოლომდე რომ დაინახო, მაგალითად მე სააგენტო რომ მოდის ჩემთან, 1-3 შეხვედრა მჭირდება ხოლმე, თან გააჩნია რომელ სააგენტოსთან მუშაობ, ეს კრეატიული გუნდი რომ მიყვება ამას, იმის მიუხედავად რომ თვალდახუჭული უგებთ ერთმანეთს და პირობითად სულ დავიძინო მესეძზე ან იმან დაიძინოს ან რომ გაგრძელდება ეს პროექტი ვიცით ერთმანეთის, მაგის მიუხედავად მაინც მჭირდება 1-3 შეხვედრა რომ კარგად გავიგო რა უნდათ რა. treatment-ის ნაწილს შევეხები, ანუ ინაზე თქვენს პროდიუსერებმა რომ ძალიან კომფორტი იქნებაო რეჟისორების treatment-ის კეთება. არ მიყვარს treatment-ი. აი, ხო გეუბნები, ჩემთვის განსაკუთრებით საქართველოში მგონი რომ ფუჭი დროის ხარჯვა არის. ყველა მიცის ახლა ვთქვათ, მე ჩემი პროექტები ნანახი აქვს, რისი გამკეთებელი ვარ, სხვა რეჟისორი რისი გამკეთებელია, უბრალოდ ამ სახელმწიფო მე სააგენტო რო გემოვდივარ შენთან და გეუბნები რომ აი შენი ხედვა მომეცი, როგორ დაინახავ ამ პროექტს მაგალითად უფრო მე მგონი გამიგერა პრობლემა. ასარჩევი მაქვს რა რეჟისორები. ხო, მაგრამ დათო რასაც ამბობს, იმას კი არ ამბობს, რომ საერთოდ არ ემზადება. ის თავის ხედვას მიასვდის სააგენტოს treatment-ი
ცოტა სხვა არის ტრიტმენტი არის მათ თავის გაყიდვა ხო, ის არის რაღაცა, რომ ვითომ რაღაცა ხო შეიძლება სამ რეჟისორი ველოდებოდე მათი ხო, ხედვას და შენ იმ მე ავარჩიო. იცი რა არის? ბოდიშო გაწყვეტინებ, მაგრამ იცვლება სულ ეგ ხედვა რა პროცესი არის რა ძალიან ანუ ესე არა რომ მე თავიდან ესე თავინახე რეკლამა და ის ხო რა ნათელხლე პროცესი არის უნდა გაიგო ჯერ კარგი მაგიტომ უფრო 1-3 შეხვედრა მინიმუმ ამ შეხვედრებს შორის ფიქრი გჭირდება რომ ზუსტად გაიგო იმას რა უნდა და რაღაცა რეფერენსების და იმის მიუხედავად მაინც ყველა რეკლამა ერთნაირი ხო არ კი შეიძლება რაღაცით გაავს მაგრამ შენ ცდილობ რომ გაიგო იმ ადამიანს რა უნდა და ხო იმის დაწერილია მაინც პირველ რიგში სააგენტოს და კრეატიული დირექტორის თავში ხდება ხო ეს სცენარი და გინდა რომ ზუსტად ეს ხო არის რაღაც შენი სადიპლომო და შენი ფილმი რა გინდა რომ გააკეთო ის იმ გუნდთან ერთად რა თქმა უნდა შენ ხედვას ჩადებ მაგრამ აი ეს ტრიტმენტი მაგიტომ საქართველოში უფრო დობაზე აწყობილი არის ეგ რა და არ არის ის რომ ყველა მიცის ყველა რეჟისორს როგორი ხელწერა და როგორი სტილი აქვს და უფრო ჩემი აზრით ეგ ტრიტმენტი უფრო გლობალურ მასშტაბში საჭირო როცა საერთოდ არის იცი რეჟისორი და იმის ნამუშევრები ნახო ტრიტმენტი ხო ეგ ყველაზე კაი არის პროდაქშენებისთვის ტრიტმენტი რა ჩემი აზრით მაინც შეიძლება რაღაცა ალბათ რაღაცა ხედვა უცებ ისეთი დაინახო რადიკალურად განსხვავებული რომ ან ძალიან დაემთხოს კლიენტს ან პირიქით რაღაც ძალიან აცდეს და ხო ნუ ეგ არის ტრიტმენტის ნაწილი და გავაგზავნებ უცხოელ პროექტებში როცა მე ოპერატორი ხედავს იმ რეჟისორის ტრიტმენტს იქაც არის სინემატოგრაფი ნაწილი მაგალითად არის კიდე რეჟისორები წერენ color palette-ი ან მაგრამ აბსტრაქტულია სინემატოგრაფის განყოფილებაში შეუძლია უბრალოდ დაწეროს რომ რაღაც static shots ფიქრობ მეტი არაფერი არ დაწეროს და 2-3 visual reference დაამატოს ამის მე ოპერატორთან იწყება იმ ტრიტმენტში ბევრს ვერ დაწერს ასოციაცია აქვს გადაწყვეტე მაშინ ხატვარი რაღაც გინდა ხო ანუ ლოკაციაც არ აქვს ნანახი მაგრამ კლიენტს უგზავნის visual reference 7 ფილმიდან რაღაცა კადრი ან სხვა სარეკლამო რგოლიდან და რაღაც color palettes color correction-ის პრეზენტაციას ხო მაგრამ ჩემი გამოცდილებით იმ color palette-დან ფერების კორექციაზე მე არც ერთი რეფერენსად ვერ გამოგადგება მაინც post production-ზე რომ მიდიხარ ახალ რეფერენსს ქართულ რეალურად ხო ჩვენ შემთხვევაში ოპერატორებმაც რო დავწეროთ ესე ტრიტმენტები სააგენტოსთვის ჩვენი ხედვა კლიპისთვის გონია რომ ისედაც რაღაც ვიცით და ვიცით რომ ყველა მონდომებულია და ვიცით რომ ყველა ოპერატორის არა შრომა არ არის ანუ რეალურად ძალიან დიდი ზო არ მიდის ამ ტრიტმენტზე მაგრამ ცოტა ინფორმაცია გაქვს მანამდე და რადგან ინსაით ოჯახში ხარ ხო ის კომუნიკაციაც შეგიძლია რა შენ შეგიძლია დაურეგო ეკას და კითხო რაღაცა რას როგორ ხედავ და ეს უფრო მარტივად გააკეთო ვიდრე ტრიტმენტი წერო და იმის მეილის რეპლაის ელოდო მე ასე მგონია ჩვენ ინსაით შემთხვევაში სერვის და უცხო პროექტებს არ გულისხმობ გავაგზავნოთ flow-ს ნაწილი მე იწყება ყველაზე საინტერესო პროცესი ჩემთვის ანუ ბევრჯერ ვახსენებ კიდე ამას რომ ძალიან გუნდური სფერო და ყველას თავისი სტილი აქვს თამაშობენ მაგალითად მე რო გავიგებ ამ იმას ბევრი შეხვედრის მერე სააგენტოს რა უნდა პირველ რიგში მიყვარს მე კადრების დახატვა იმიტომ რომ ძალიან რთული არია ესე ჰაერზე ფიქში კაი გავიგეთ რა უნდა მაგრამ ეს რაღაც კადრებში ხო უნდა გადმოვთარგმნოთ მე რა ხო უნდა გავიგოთ რამდენი კადრი რამდენ კადრში იყოლება რამდენი გოგ ბიუჯეტი რამდენი დღიანი გადაღება და მანდა საინტერესო მომენტი არის რომ მაგალითად მე მიყვარს გააჩნია პროექტს როგორ არის ზოგჯერ ძალიან დაღეჭილი და ბოლომდე გაწერილი მოდის სააგენტოსგან რა მაგას ის პლუსი აქვს რომ უფრო ადვილად ხვდები რა უნდა და ზუსტად იცი რა უნდა ზოგჯერ არის ხოლმე რომ უფრო ნედლია სცენარი და ერთად მუშაობთ აგრძელებთ რაღაცა უფრო ფაბულას სახით არის დამტკიცებული და მე შენ კრეატიულ დირექტორთან ერთად იწყებ მუშაობას მაგას საინტერესო ნაწილი ის აქვს რომ უფრო დიდი ნაწილი შეგიძლია შენი ხედვის ჩადო როგორც რეჟისორმა გამოიყენო. შენთვის კომფორტული რომელია, რომ უფრო იდეურ ნაწილში ჩართული ხარ და რაღაც ერთად გამოყავთ? იცი რა არის გააჩნია პროექტს რა ვერ იტყვიოს. ანუ იმას დადებითი მხარე ის არის რომ უფრო ადულად გესმის იმას რა უნდა, მაგრამ მე უფრო ნედლი რომელიც არის იმის დადებითი მხარეა რომ კრეატიულ დირექტორსაც აინტერესებს შენი ხედვა და უფრო გენდობა და უფრო მეტი პასუხისმგებლობა გადმოდის შენზე, მაგრამ ბავშვო
ერთად აგრძელოთ მე სცენარის დახვეწას რა და ამ ყველაფერს ვიზოთ მე ამ კადრებას ხატავ ხოლმე მე მიყვარს რომ ზოგჯერ კადრების მხატვარს ვაძლევ დავალებას და არ ვეუბნები კონკრეტულ კადრს იმიტომ რომ იმის ხედვაც მაინტერესებს ხოლმე მანდაც ძალიან ძლიერი ხალხი ყავს მაინტერესებს ხოლმე ის კადრი როგორ დაინახა მე კი ვიცი როგორ ხედავ დაახლოებით მაგრამ აბა ის როგორ იმიტომ რომ შეიძლება იქიდანაც რაღაცა იყო რა ყველა დეპარტამენტიდან რეჟისორი არ არის რომ მარტო რაღაცა შენი რაღაცა ის დაინახე და ჩემთვის არის რომ ეს აი ამ გუნდიდან რაღაც ეს საუკეთესო თვისებები წამოიღო რა გაფილტრო და გაანალიზო რა არის კაი იდეა რა არის ცოტა არ გამოსვლადი რაღაც ცოტა რაც გადაუხობს კიდე მაგალითად ხდება ხოლმე ეგეთი უცნაური რამე ეგეც გამოცდილებით მოდის რომ შეიძლება რაღაც დეკორაცია ააშენო სინამდვილეში მარტო რაღაცა გამოჩნდეს ფრაგმენტი და ანუ ამდენი წელი აქვთ მაგრამ მაგის სუმეშინია მე რაღაც ის გამოდის რომ რაღაცა ეს ჭიქა გადასაღები და აქაც რაღაცა ააშენე რა და ანუ ეს ყველა გააკეთე ყოფილა ეგეთ შემთხვევების და ის კი არა რაღაც ძალით გააკეთე უბრალოდ ეგ უნდა და მაგის ბალანსი რომ სად წაიღო ეს რესურსი ჯობია ეს ჭიქა თქვა პირობითად რაღაცა უფრო ძვირიანი მასალისგან და უფრო დახვეწილი იყოს და იქ მოაკლო ცოტა თუ გადაანაწილო უფრო საერთო ხედზე იმუშავა აი მაგ გადანაწილების უნარებიც უნდა გქონდეს რომ ეს რესურსი როგორ დახარჯოს სწორად რა და ცოტა გადაუხვიე თემიდან ფლოუდან მაგრამ ფლოუს ნაწილი ეგაა რომ მე კადრებას აკეთებ და უკვე კადრებაზე ხედავს კრეატიული დირექტორიც ხედავს პროდაქშენის ხედავს ჩონჩხს ვიძახი მე კადრების ჩონჩხს პირველად და კადრებად ხედავ რა დღეში ესე ითვლება ბჭყალებში რომ ხარისხიანი კადრი რო გადაიღო 12-დან 15 კადრამდე ხო 12-დან 15 კადრამდე არის რაც თან არც ისე მარტივად რა ისეთი მინიმუმ 12 საათიანი საკმაოდ დიდი ჩაჭერა რო დავარქოთ ეგეთ გადაღებაზე 15 ისიც თუ ბევრი სეტაპი არ გაქვს ხა თუ ლოკაციაზე გაშალე ეს და გადასო ვერ მოასწრებ აი არ მიყვარს უცხოური ტერმინები ლოკაცია დავარქოთ იმ ადგილს სადაც იღებ თუ ორ ლოკაციაზე იღებ ამ 15 კადრს და ძალიან ბევრი სეტაპი ანუ შუქის გადაწყობა თუ არ გაქვს და რაკურსის შეწოდო მხატვრებს ასწრებ ამ 15 კადრს მე იწყებ რომ თქვა სცენარი როგორი იყო შეიძლება სცენარი ბევრს ითხოვდა უფრო ბევრი კაცს ითხოვდა ეს ამბავი კარგად მოგეყოლა და ოპტიმიზაციას იწყებ მე პროდაქშენთან ერთად და კრეატიულ გუნდთან ერთად რომ თქვათ პროდაქშენთან ერთად მსჯელობ იმაზე რომ ეს რესურსი როგორ გადაანაწილო ამ კაცში თქვათ 100 კაცი კი არ ყავდეს 50 ყავდეს და ხატრობაში სამაგიეროდ იქ რაღაცას მოუმატო კრეატიულ გუნდთან ერთად ცდილობ ეს ამბავი როგორ მოყვე კარგად და შეამცირო კადრები და რაღაც სხვა გამოსავალი ეძებო რა სათქმელი იგივე დატო მე უცებ რომ მოურჩიეს ფლოუ მე რა თქმა უნდა გადიხარ გადასაღებ მოედანზე და გადასაღებ მოედნის მე არის პოსტ პროდაქშენი ამასაც მინდა ცოტა შევეხო ჩემთვის ტკინეული ყველაზე საკითხი პოსტ პროდაქშენი იმიტომ კი არა რომ თქვა ვინმე სუსტი ყავს იმიტომ რომ რატომღაც ნუ ეგეც ვიცი იცი რა არის ძალიან კომპლექსური სფეროა თან ისე არ არის რომ აი რაღაცა ერთი ამოგლიჯო და ის განავითარო ძალიან ჯაჭვური რეაქცია მაგალითად ჩემი აზრით ხა პოსტ პროდაქშენის ნაწილში ცოტა იმიტომ გვიჭირს ვერ დავარქმევდი მაგრამ აი რაღაც დისკომფორტია იმიტომ რომ ძალიან ცოტა დროს ვაძლევთ რა აი რაღაცნაირად დროთა განმავლობაში ამ ეტაპებში ისე ჩამოყალიბდა რომ ზოგჯერ არის ხოლმე რა გადაღებიდან 4 დღეში უნდა ჩააბარო და აი ეს მიიჩოჩება ხოლმე ეს გადაღება იქამდე რაღაც რიგი მიზეზების გამო რომ ამ პოსტ პროდაქშენი ძალიან იჭყლიტება რა თავარია გადაღება ჩავრუშოთ მე 4 მე გარაუშავ სადაც ეგეთი ის ყოფილა ფაქტორები შემოვიდა ძალიან იჭყლიტება და პოსტ პროდაქშენს აღარ რჩება იმის დრო რომ რაღაცა განვითარდეს და შენ თავზე თუ არ იმუშავა ისე ვერ განვითარდება ძალიან მოკლე დროში ოღონდ დავამთავროთ გამოდის რა და ჩემი ტკივნეული ნაწილი ეგაა რომ სიამოვნებით გადაღებიდან რაღაც 2 კვირა 3 კვირა პოსტის ნაწილს დაუთმობდი რომ უფრო გემრიელად და კარგად გავაკეთო ანუ თავარი საქმე ანუ მე ხა მინდა რომ რაღაცა ეს თქვენ სად იკვეთებით უკვე ერთმანეთთან და ერთად იწყებთ მუშაობას აი კადრებიდან ხო კადრების დროს უკვე სტაფი უკვე თიმი ჯობია ოპერატორთან ერთად დახატო კადრება და გაიარო მაგრამ უწყვეტი პროცესი არის სულ ფიქრობ რა კადრებიდან მოყოლებული მე ეკითხები ვას რომ მოდი ისე ხო არ გადავიღოთ ესე ხო არ გადავიღოთ აბა შენ რას ფიქრობ მე შეიძლება თავარი მაინც წყდება კადრებაზე რა კადრებაზე გაქვს ეგ არის საბუთი მიდიხარ მაგის გადასაღებად იმის რესურსი გაქვს პატარა რესურსი რომ გადაღებაზე რაღაც დაინახო და შეცვალო მაგრამ მაინც ეს რაღაცა წინასწარ გაქვს გააზრებული მაქედან უკვე ოპერატორთან ერთად კი ოღონდ ძალიან პატარა რესურსი გაქვს მე სინამდვილეში საკმაოდ
იყო დრო როცა კადირებას არსებობდა, მაგრამ უფრო მეც ვიღებდი, სხვანაირად ვიღებდი. რო არ იყო ეგ დროც იყო. ხო, ეს კადირებას რო არ იყო, ეგ დრო იყო. მაგრამ ეხლა მეტნაკლებად პროდაქშენიც ითხოვს ამ კადირებას. კიდე იმისათვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ, ამდენი კარდი გვაქვს და არ ავწდეთ იმ გეგმას. არ გავიდეთ ზედმეტ საათებში, რაც სწორია. ეგ საბუთე კიდე კლიენტთან, PPM სასაცილო pre-production meeting-ი კლიენტთან ადასტურებ, რომ აი ამას ვიღებ. კი, ძალიან საინტერესოა კეთდება კადირებით პრევიზებით, მონტაჟი დაახლოებითი და კლიენტ შეიძლება აჩვენო უკვე რომ აი შენი სარეკლამო როლი ეგეთია. რა თქმა უნდა, შავთეთრ და დახატული სილუეტი სხვა არის ლოკაცია, მაგრამ ჩვენ მოსამზადებ PPM-ამდე ლოკაციას არჩეულია. კლიენტი ხედავს reframes, ანუ ოპერატორები ვიღებთ დაახლოებით რაკურს ტელეფონით. სპეციალური აპლიკაციით, რომელიც სწორად აჩვენებს იმისათვის, რომ მეტნაკლებად არქმა იყოს. რა თქმა უნდა, შუქი სხვანაირად იქნება, ხატვები სხვანაირად სააწყობენ, მაგრამ მეტნაკლებად კლიენტი ხედავს თავის სარეკლამო რგოლს, ხედავს კლიენტიც და სააგენტო უკეთესად ხედავს, იმიტომ რომ თავის იდეასაც შიგნით ხედავს და რაღაცა მეტნაკლებად მზად მოვდივართ ყველა იყო ძო რომ კლიენტის არ მოდიოდა გადასაღებ მოედანზე და სააგენტოს არ მოდიოდა. მაგრამ ეხლა სააგენტოს მოდის, კლიენტიც და playback-საც ითხოვს. კი, ცნაური. კი, ცნაური იყოს. რაც კარგია სხვა შორისაც პირველად უცხოელი პროექტები რო ჩამოვიდა საქართველოში ეს ცალკე სააგენტოსთვის მონიტორი ხო რაც ახალი იყო მაგრამ გასაგები მიზეზების გამო ანუ გავიგეთ რატო არის რა ის ხალხი იმ კარავში ან სხვა ოთახში ისინიც ფიქრობენ და ლაპარაკობენ ის სააგენტოც სედზეც ფიქრობს ის სააგენტოს კლიენტთან აქვს კომუნიკაცია დათო შეუძლია შევიდეს იმ კარავში და უთხრას რომ მეგობრებო ეხლა ვხედავ რომ ესე ჯობია ისინი უბნებიან ოკეი ჩვენს ხედავ და მიდიან კლიენტს უბნებიან რომ ჯობია ან გეუბნებიან რომ არა ისე უნდა იყოს და ეცილობ ისე კაპიტალური ოპერატორს ნაკლებად კომუნიკაცია აქვს რა თქმა უნდა კლიენტთან გვიცნობენ მაგრამ ისე რომ ჩვენ რაღაცას კომენტარს უკეთებთ კლიენტს არა ძირითადად ძალიან ხშირად სხვა შეს კლიენტს აქვს კომენტარი ოპერატორთან მართლა ანუ შეიძლება რაციაში გითხრან რომ ბნელა არ მოგწონს ქართული გადაღების დადებითი მხარე ჩემი აზრით ეგ არის რომ ძალიან გენდობა კლიენტიც რა აი ძალიან გენდობა ეს რო ვიცი რომ ეს სერვის პროდაქშენი უცხოური კლიენტმა მაგარი ჩაჭერა იცის და აქ ბევრად დიდი ნდობა არის შემოქმედებითი ჯგუფის მიმართ კლიენტისგან რაც დასაფასებელია ანუ რაღაცა დიდი flow არის მოსამზადებელი, ხო, რაღაცა აი რო ავიღოთ პროცესი, მოსამზადებელი არის ფაქტობრივად გადაღება 1 ან 2 დღე გააჩნია პროექტის სიდიდიდან გამომდინარე. ჩვენ ეგრე გაჟღერდა აქამდე პროდიუსერებისგან, რომ თითქოს აი ეს ყველაფერს მოამზადებ, რაღაცა თითქოს ყველაფერი ისეა, რომ იქ სედზე ხარ ფეხ-ფეხს გადადებული და დანარჩენი ყველაფერი თავისით ხდება. აი იქნება ეგრე. ეგრეა. აი იცი როგორ არის? შეგიძლია ექნა იმდენად დობა არის თქო და თვალდახუჭული. ვინ მუშაობს სეტზე მაშინ? თვალდახუჭული ვიდეო და შეგიძლია ექნა და იცი ზუსტად რომ რა ვიცი ჩაბარდება ეს რეკლამა, იმიტომ რომ ისეთ გუნდში ხარ შენ რომ ის გუნდი შეგეხიდება რა, მაგრამ რა თქმა უნდა ეგრე არ ხდება და ტვინი გიდუღს გადაღებაზე მოდუნებული კი არა, გადაღებაზე იწყება ის ფაქტორი რომ კლიენტი სეტზე არის, კრეატიული სააგენტო სეტზე არის იწყება ასევე ეს არის ერთ-ერთი სფერო, სადაც არის ყველაზე დიდი გაუთვალისწინებელი ხარჯი. რაც სამშენებლო და ეს სფერო ითვლება, რომ რატო ითვლებენ, რომ ვერ გათვლი რა, ყველა იქ ამინდი გეცვლება, სუ პროცესი არის, ცოცხალი ორგანიზმი არის, სუ რაღაცა იცვლება, არ არის ესე, ნუ კი პავილიონი შეიძლება დაგეგმილოთ რაღაცა კონდეს. მაგრამ ეს არის ცოცხალი პროცესი, იქ შეიძლება მსახიობი გეგონა, რომ იმის დროც სამწუხაროდ არ არის, რომ პრე-პროდაქშენზე თქვათ, როგორც კინოში არის კასტინგი ისე გაიარე რომ რაღაც სამაგიდო რეპეტიციები გააკეთო და ზუსტად იცოდე რეპეტიციებზე დაამტკიცო რა მოქმედებას როგორ აკეთებს მსახიობი. ძალიან დიდი ნაწილი რჩება გადასაღებ მოედანზე, რაც ყველაზე დიდი არის რეჟისორის პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ მანამდე ითვლება რომ PPM-ზე გაიარე კადრები რომ ეს კადრი გადასაღები და მე შენ ფიქრო როგორ მიაღწიო მაგ შედეგს, ხო? განათება როგორ დააყენოთ, როგორ ჯობია. ანუ ყველაფერს ყველა მოქმედებას მოსდევს რაღაცა შედეგი რა ის განათება ყველა არ არის თქო ზევიდან
ან უკნიდან, ან გვერდიდან, ან ის ოპტიკას ყველა არის, კამერის მოძრა, ყველა ეს პროცესი სხვადასხვა ემოციას იწვევს. მე შენ ვცდილობ რომ სეტზეც აღმოჩნდება ხოლმე რომ თქვა კრეატიულ სააკეთოს ცოტა სხვანაირად ეგონა და შენ სხვანაირად ფიქრობდი სინამდვილეში რა. ან შეიძლება ოპერატორი სხვა რამეს გულისხმობდა. მე შენ იწყებ უკვე იმას რეჟისორი რომ აი როგორ გამოიყვანო აქედან ოპტიმალური და ყველაზე ხარისხიანი პროდუქტი და ნუ წვინი არ გეთიშება რა შეიძლება იქშივდება რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაც მომენტში ისეთი გაჭედილი კონდეს რომ სხეულსაც ვერ გძნობდა, იმიტომ რომ აი თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული ხარ 100%-ით, რომ აი ეს შედეგი როგორ მიიღო და სულ ხარ ამ პრობლემების გადაჭრაში რა. აი სულ რომ ის არ გამოვა და კაი მაშინ უნდა ეძებო რომ ოპტიმალურად მაშინ რა გამოვა რა. შეიძლება უცებ რაკურსით რაღაცის მოტყუება დაგჭირდეს. იქ რაღაცას შეიძლება დაიხმარო მემონტაჟე და სეტზე დაამონტაჟო ის კადრები მიადგა ერთმანეთს, უცებ შეიძლება გაგიწვიმდეს. ძალიან ბევრი ისეთი ფაქტორი არის, ცოცხალი ორგანიზმია, რომ სულ იცვლება და შენ ხარ მუდმივ რეჟიმში, რომ რაღაცნაირად ისე გააკეთო, რომ ყველა მოყოფილი იყოს და რა თქმა უნდა პირველ რიგში შენ. თუ ოპერატორი პანიკაშია დარბის ამ კონკრეტულ მომენტში ცდილობს ხუთი შუქის მიღებას, ეგ ნიშნავს იმას, რომ მოსამზადებელზე არ მოემზადა, არ რაღაცა. მეორე მხრივ თუ რაღაცა ბალანსია. შენ მოსამზადებელზე იმ დონემდე ემზადები, რომ წყნარად ხარ. ხო, გადასაღებ მოედანზე წყნარად უნდა მოხვიდეს. შენ მოხვედი არ ხარ და ხო, ანუ შენ მაგაში მოხვედი. გამოიხატე. იმიტომ რომ 5 ჯერ მიხვედით ამ ლოკაციაზე, გაფერმა ზუსტად იცის რა პრიბოდი. ამ შემთხვევაში წყნარად ხარ. შენ თუ ცუდად მოემზადე, არავის არ მოუყევი შენს თავს. რომ მეგობრებო, მე აქ რაღაცა მჭირდება და გადასაღებ მოედანზე მოდიხარ და ეუბნები, აი აქ დამიდგით რაღაცა, ეს ხო, ცუდი გზაა. ანუ მე გულისხმობ, რომ ზედმეტი პანიკაც ცუდია გადასაღებ მოედანზე და ზედმეტი სიწყნარეც, ხო, რაღაცა დაბალანსებული. ანუ პანიკა თუ შევამჩნიე გადასაღებ მოედანზე, ესე იგი არ მოემზადა. არ მოემზადა და არა, შეიძლება რაღაცა შეიცვალა. შეიძლება რაღაცა შეიცვალა. ხო, ნუ მაგას არ და მაგ შემთხვევაში რაღაცა თუ შეიცვალა და მიდის ამოძმო გამოსავალი საუბრობ. გამოსავალი და მაგ უკვე ფასდება რეჟისორის და ოპერატორის იმით, რომ რამდენ ხანში მოაგვარებ გამოსავალი. ხო, ანუ ესეც მნიშვნელოვანია რა. და იქ უკვე ექსპერიენსი გეხმარება, რაღაცა იხსენებ, რომ მაშინ ხო ეგრე ვქენი. ან რაღაცა ვიზუალურად ხო დავინახეთ და ეს ექსპერიენსი გეხმარება. სულ ყველა პროექტზე რა თქმა უნდა აღარ გაქვს ის თქვა რომ რაღაცა პროექტის გეშინია, მაგრამ ყველა პროექტზე გაქვს ის რომ აი როგორ გააკეთებ რა, იმიტომ რომ იდენტური ხო არ არის ეს პროექტები რაღაც თან ნენელა ვითარდები, ახალ საფეხურზე ადიხარ, იქ ქვევით ჩასვლა აღარ გინდა. კიდე ერთი ფაქტორი ის არის რომ აი მაგნატებს შევეხეთ რას მოდუნებულად თუ ეჩვენება ვინმეს რო არის რომ აქ ხა საქართველოში არ არის იმხელა კონკურენცია რომ შენ რაღაცა თავის დამკვიდრება გიწევდეს. ხო და მაგიტომ ხარ რაღაც კომფორტის ზონაში და ზუსტად იცი რა შენი გუნდი რისი გამკეთებელი არის და ან შეიძლება გადაღლილი ხარ ან რაღაცა და შეიძლება იყოს ისეთი პროექტი რომ ცოტა გადამწვარი იყო და იმ მომენტში მაგრამ აი ზუსტად მანდ არის შენ თავთან ბრძოლა შემოდის და განვითარებაზე ფიქრო მაინც მე ვცდილობ რომ ყველა პროექტი გავაკეთო ისე როგორც პირველი და უკანასკნელი რა იმიტომ რომ რაღაცნაირად ამ კომფორტის ზონას უნდა ებრძოლო რომ განვითარდე. ერთი გზა არის განვითარების რომ ისეთი პროექტები აკეთო რაც აქამდე არ გაგიკეთებია და ექსპერიმენტები ატარო რაც საბედნიერო წელიწადში რამოდენიმეჯერ დიდ პროექტებსაც ვიძახით რომ რაღაც აი მაგალითად საახალწლო 26 მაისი რაღაც არის დიდი პროექტები სადაც ცოტა უფრო განსხვავებულია და არ არის სტანდარტული მან გაქვს საშუალება რაღაც ახალი მეთოდი გამოცადო ან მარკეტინგი გადაიღო რა ვიცი ბევრი რაღაცა და მან ვითარდები ისეთ რაღაცას როცა აკეთებ რაც არ გაიკეთებია და მეორე არის რომ სულ აი შენ თავს ებრძოლო რომ აი როგორც პირველი და უკანასკნელი პროექტი რომ აი ეს არის შენი შანსი და რაღაც შენი მაქსიმუმი უნდა აჩვენო ამ პროექტში შენ წესით ხო ეგრე უნდა იმუშაო მაგრამ რო იცი ეს შენი გუნდი და რაღაც მომენტში შეიძლება თავს უფლება მიცი რომ ცოტა მოდუნდე იმიტომ რომ იცი რომ ისეთი ზურგი ყავს და ისე გიმაგრებს მართლა რომ დაიძინო გადაღებაზე შედგება ის პროექტი ჩაიბარებს კლიენტის ბედნიერი იქნება და მაყურებელიც ანუ ეგ ზუსტად იცი მაგრამ ეგ არ ნიშნავს იმას რომ თავს უფლება მიცე რომ რაღაც მოდუნდე რა ეხა ისე ყვება რომ ვითომ ეძინება გადაღებაზე არა სულ რო ეგრე მოხდეს ოკეი ესე იგი უსაქმურობა არ ხდება გადაღების მეც მაგ კითხვაზე არც დეპარტამენტში არც დეპარტამენტში არ ხდება ანუ ეს რაღაც არა ყველა დეპარტამენტი ბოლომდე არა კი ყველა დეპარტამენტი მე ადრე სანდრო იყო ჩვენთან და
სანდროსთან ქონდა ზუსტად მაგას საუბარი, რომ არ არსებობს ამ სფეროში მიმართულება, ანუ არ ვიცი, განათებიდან დაწყებული აი ნებისმიერი მიმართულება, რომელიც არ მოითხოვს კრეატივს და კრეატიულ იმას. აი ხო არის ხოლმე რომ რაღაცა თითქოს არ არის კრეატიული საქმე, რაღაცა ძალიან რუტინულია ხო და მოსაწყენი ხდება და რაღაც არა და ყველაფერში მართლა საჭირო არის, როცა ამ ინდუსტრიაში საუბრობ. ხო, მე ტექნიკურ სტავზე გეტყვით, იგივე ან ძალიან შენ თუ კრეატიულად ან მიუდექი მათე ყველა პოზიციას, ძალიან მოსაბეზებელი გახდება ის სპეციალობა ოპერატორის გამნათებელი. ძალიან მოსაბეზებელი პროცესი იქნება გამნათებელი, მაგრამ გამნათებელი ხო, რომელსაც ახალი ამოცანები აქვს, რაღაცები, უფრო კრეატიული, უფრო საინტერესო ხდება. მოდით ვილაპარაკოთ პროდიუსერების უსაქმროებაზე გადასაღებ. აი ეგ ძალიან საინტერესოა. მოდიან ესე ჩდებიან და სიგარეტს გააფუილებენ და ეგ არის მათი მაგის საქმე თელი დღე, თელი სეტი. არა, მაგათი ის არის ნერვიულობა და ძალიან ნერვიულობა. ჩვენზე ნერვიულობენ, თელი დღე ჩვენზე ნერვიულობენ. ნუ შეერები არ გქოს. იყო და რასამ შეერები ვიყავ, გასაღებ მოიდანს მაგრამ. მოგვარდა ხო მე ეგ პრობლემა. იცი რა მაინტერესებს, რა არის აი ამ პროცესებში თქვენი აზრით, რაც შეიძლება უკეთ გაკეთდეს? არ ვიცი, სააგენტოს ხარე ან პროდაქშენის ხარე. იცი ბანალური ის არის ვიყოთ, დაევიყოთ ბანალური. დაევიყოთ ხო. ჯერ ესეთი ის არის რომ ეს პროცესი გაჩვენებს, ესე არ არის რა, მაგის კომენტა რომ ერთი პრობლემა, მოდი ახლა ეს პრობლემა გადაუჭერათ და უცებ ყველაფერს. ყველა დეპარტამენტში რაღაც პატარ-პატარა ესე აგურ-აგურ უნდა დადო და აი ჩემი აზრით, რაც რომ ბანალური ვიყო, არის დროები რა. Pre-productions ცოტა მეტ დროს მივცემდი. გადასაღებ მოედანზე, ნუ ასე თუ ისე აი ოპერატორების გილდია როგორ არის ქართულად? ასოციაცია. ოპერატორების ასოციაციის წყალობით ნენა რეგულირდება ეგ, რა ძალიან კარგი არის. რომ ოვერტაიმში რომ მიდიხარ 12 საათი ითვლება გადასაღებ პერიოდა და იმის იქეთ რომ მიდიხარ ხარისხი ეცემა რა. ძალიან ეცემა ხარისხი. შენ რაც არ უნდა გამძლე იყო და მაგრა და მოემზადო და ის ადამიანი ხარ და რაღაც რესურსი გაქვს, ხო? ტვინიც გეღლება, მე 18 საათი რომ მუშაობ უკვე ვეღარ აზროვნებ ისე რაღაც კონკრეტულ სცენაზე, როგორც დასაწყისში 2 საათი. ბუნებრივია. დამუშავარი, ხო? ხო და pre-productions ცოტა დიდი დრო რო კონდეს ეს დარეგულირდეს და ასე თუ ისე იწყება მაგის დარეგულირება ამათი წყალობით, ასოციაციის წყალობით და ზოგადად ვითარდება სფერო და ხვდებით ყველანი ეს ოვერტაიმი არ არის სასარგებლო არავისთვის. და ნუ ყველაზე მტკივნეული ჩემთვის კიდევ ვიტყვი რომ ძალიან ჩაგრავთ post productions რა. ძალიან ჩაგრავთ. აი აქაც არა ადამიანური ხდება ხოლმე ზოგჯერ, მაგრამ იქ არაფერში არ წერია რომ გადაიღებ ახლა 3 დღეში პროექტი უნდა იყოს. მაგრამ ესე რო თქვა რომ ან კლიენტის ბრალი ან სააგენტოს ან პროდაქშენის ეს არ არის, მაგას უფრო კომპლექსური სფეროა დროთა განმავლობაში რაღაცა შეცდომების გამო დამახინჯდა ეს flow რა. და ეხლა უნდა ვეცადო რაღაცნაირად ნელა. აი მე უფრო ბოდიში გაწყვეტინებ ვეტყოდი ბრენდებს ამ მესიჯს რა, იმიტომ რომ ეხლა ჩვენ რაც გქონია, ანუ ბრენდი მოდის რაღაც კონკრეტულ დედლაინით, გეუბნება რომ უნდა გაუშვას, არ ვიცი, 1 დეკემბერს აქვს რაღაცა დედლაინი და დასადები და გაძლევს, ანუ გბრიფავს ერთი თვით ადრე. იცი რა, აი რაღაც მე შენ სააგენტო ეჭიდავები დროზე მოდი ხوار გადავწიოთ ერთი კვირით აი იმათაც ეგეთი თავის პრობლემები აქვს დარწმუნებული ვარ. ყველაფერი ერთმანეთთან მოდის. იმანაც საქონელი ჩამოიტანა არა, იმასაც ხო კარგი პროდუქტი უნდა, საბოლოო ჯამში, ანუ ამომავალ წერტილი ეგრე ყოველ ვემსახურებით იმას, რომ რაღაც კარგი პროდუქტი მივიღოთ, ბრენდს რომ უნდა, ბრენდმაც ხო იცის ეგ, ანუ დარწმუნებული ვარ, რომ იმათ რაღაც შიდა მიზეზები აქვს, რის გამოც ეგ ხდება, მაგიტომ უფრო ძალიან კომპლექსური ის არის რა, ეხლა იმათ რო კითხო, ისინი თავის არგუმენტებს მოგიტანენ. ამიტომ მე არ მიყვარს ისეთ რაღაცაში ჩარევა და დაბრალება ვინმეზე, რომ აი შენი ბრალია და ხო იცი რომ ახალი წელი მოდის, მანამდე რატო არის ზრუნე? დარწმუნებული არ არის. რა თქმა უნდა, დებილი არავინ არ არის ეგ, ისევ თავის ბრენდისთვის მუშაობენ და ზუსტად იციან რომ ახალი წელი მოდის და ზუსტად იციან რამდენი დრო უნდა უბრალოდ რაღაცა მიზეზები აი ესე ნუ ქვეყანაც როგორი ქვეყანაც ვართ რაღაცა განვითარების რაღაცა ეტაპზე ვართ ხო არ ვართ რაღაცა საფრანგეთი და ეს არის გერმანია რა. ამიტომ რაღაცა ეს რიგი პრობლემების როგორც სხვა სფეროში არის ჩვენთანაც და ეტაპ ნელა, მაგრამ გონია რომ ჩვენთან საკმაოდ კარგი ტემპებით მივიწევთ წინ რა. კი ბატონო. კი, ბრენდის ფინანსურმა გაძლიერება სააგენტოს გაძლიერებს, სააგენტო შეძლებს in-house
მეტი სტაფის აყვანას უფრო კრეატიული გახდებიან, უფრო სტაფები გახდებიან და ჩვენც დავეწევით. ანუ ესე რა გვინდა რომ იყოს, ვერ გეტყვი. ანუ ხო ძალიან კომპლექსურია. ბრენდის წლიური ბრუნვას დამოკიდებულია, რა შეუძლია გააკეთოს. ეხლა როგორ ვეტყვით ვიღაც ბრენდს, რომ მიდი რაღაცა მოიგონე ეგეთი, ანუ მგონია რომ სარეკლამო სფერო ძალიან კომპლექსური, საერთოდ ყველა ვითარდები წელს რატო მოგვიყვეს ძალიან საინტერესო წელია ბრენდებისთვის, იმიტომ რომ საერთაშორისო ფესტივალებზეც გავიდნენ, დიდი ხანი არ გასულოთ ესე საერთაშორისო კიევის კინოფესტივალის მერე მე მგონი და წელს ბრენდებიც გავიდნენ და ეს ნელ-ნელა ბოდიში ნელ-ნელა სააგენტოებმაც ხელი შეუწყეს ბრენდებს ეგ მოიწონება ოდნავ საერთაშორისო სარეკლამო ბაზარი, აი რათაც მიდის მგონი რაც არ უნდა ის იყოს უცნაური არ არის, მაგრამ როცა პრობლემა არის კრეატიული გუნდისთვის ეგ საწვავია ასე ვთქვათ და ეს კი არ გაქვს თავისუფალი თემა კი არ გაქვს, რაცა პრობლემებზე ფიქრობ. ამიტომ ზოგი ჭირი მარგებელიას ამბავში აგერ რამდენი ჩვენი მეგობარი არის ეხა პოლიტპატიმარი და ოკმელადან დაწყებული, არ ვიცი უამრავი 100-ს და მე მგონი ეგ ციფრი. სხვათაშორის ოკმელა არის ერთ-ერთი რადგან განვითარებაზე ვლაპარაკობთ, ერთ-ერთი ის ადამიანი, ვისაც ძალიან დიდი წვლილი აქვს პროდაქშენის ტექნიკურ განვითარებაში. ყველაზე მეტად უყვარს ჩვენს შორის ეს რაღაცა ტექნიკური ჭრილით, რომ რაღაცა ახალი გააკეთოს და ეხლაც virtual productions ხელმძღვანელობდა, აკეთებდა, ძალიან დიდი პროექტი ჰქონდა, რაღაცას ხან მე მივიდოდი, ხან ბიბა მივიდოდა, ხან გამოფენაზე წავიდოდი, რაღაცას ნახავდით. და ძალიან ახლოს იყო უკვე სულ თან ცდილობდა რომ ეს რაღაც უკანასკნელი მოდელები ჩამოეტანა, რომ რაღაცა კარგად დანერგილი იყო, იმიტომ რომ ახალი პროცესი არის ეს virtual production-ი რა. თან ახლა ამასობაში ეს AI წამოეწია და რაღაცა კარგად უნდა გათვალო და მაგის მიუხედავად გადადებული ქონა თავი განვითარებისთვის და ნუ სადაც არის კი ვიცით და იმედია მალე გამოვა და კიდევ უფრო დიდი შემართებით და ენთუზიაზმით გააგრძელებს და მიიყვანს მაგას ბოლოში და ჩვენ დავეხმარებით და ხო და რადგან ეს საწვავი არის თქო სააგენტოებისთვის კრეატიული ეს პრობლემები, მაგიტომ აი ეს კამპანია ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ PSP-ში, Netflix-იზეც ფურორი მოახდინა და ყველაფერი მოიგო და ეხლა ბარსელონაში მოხდა შორტლისტში და არა მარტო ეგ, სხვათა შორის Playmakers-ის 5 შორტლისტია, სუპერმარკეტის 5 შორტლისტია და კიდე ცალკე საქართველოს ჯამში მე მგონი თუ არ ვცდები 13 ქართული შორტლისტია, რაც ძალიან ბევრი არის და აქამდე არ მომხდარა და მაგიტომ აი ეს ზოგი ჭირი მარგებელია ეს პრობლემა რომ შეგვექნა ქვეყანაში რაღაცნაირად ისე მიუძგნენ ეს სააგენტოები, რომ ძალიან დიდი რაღაც ნახტომი გამოგვივიდა, იმიტომ რომ ეგეთ ფესტივალზე თან ყველაფერი წინ არის, ჯერ ახლა იწყება რა საფესტივალო ცხოვრება რეკლამებისთვის და დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ ბევრი მედლებით დაბრუნდებიან ეს რეკლამები. კი, სხვადასხვა აი მე ბოლო კითხვა თქვენთან მქონდა ესეთი, რომ ინდუსტრია როგორ ვითარდება რა, ანუ ადრე სად ვიყავით, ახლა სად ვართ და საით მივდივართ და რეალურად ჩვენს ინდუსტრიაში ყველაზე თვალნათლივი და საზომი ერთეული ფესტივალები არის ხოლმე, რითაც მე იზომება კონკრეტული კამპანიების წარმატება, ბრენდის წარმატება, იმიტომ რომ მე რაღაც ფესტივალზე წარმატებას რო აღწევ, შენს მიმართ მომართვიანობა იზრდება სააგენტოს მიმართ და ასე შემდეგ. ეგ განსაზღვრავს ხოლმე და აი თქვენ შემთხვევაში ხა შენ რაც ჩამოთვალე საფესტივალო, მე მგონი თითქმის უმეტესობაში შენ იყავი რეჟისორი, ხო? კი, ეგრე დამიხადე. ხოთა შორის წუწუნევდი ხო, რომ მეთქი Netflix-ზე აღარ წავალ თქო, წელი მუშაობ რაღაც ყოველდღე თვეში საურეკლამას და მოვიდა და ხომ Netflix და ვერ ვიგებდი რა. რაღაცას კი ვიგებდი, მაგრამ ესე ხოთა შორის მარტო მე კი არა, ძირითადად უცხოური არაქართული სააგენტოები იმარჯვებდნენ ხოლმე. როგორც ჩემ თავზე მწყინდა, ისე მწყინდა, რომ ქართველები ვერ იმარჯვებდნენ. და ხუმრობდით, რომ მეთქი შემდეგ და აღარ მოვიდა, აი წელს რაღაც ყველაფერი ერთად მოხდა. სააგენტომაც ქართულმა გაიმარჯვა, კონკრეტულმა რეკლამებმაც ყველაზე მეტი ჯილდოები აიღეს და მაგ მხრივ კაი წელი არის რა. წარმატებები მინდა გისურვოთ. საერთაშორისო ასპარეზზე დაწუნებულად ძალიან ბევრი ჯილდო გვექნება кейსებზე. მაგრამ საქართველოს სარეკლამო, ანუ სხვა სააგენტოებიც გეტყოდ, ანუ პირველი ექსპერიენსი არ არის უშუალოდკიდან დაწყებული. საერთაშორისო ფესტივალებზე ჯილდოც აქვს ქართულ რეკლამას აღებული და ეს რაღაცნაირი საბოლოო ჯამში ხო ოჯახია, ის ხალხი ვის მაშინ იყო კრეატივში, სარკის ალდაგის კლიპშიც, ვინფოსის კლიპშიც, რომელმაც კიევშიც მოიგო.
ხო, ანუ მაინც ყველა ერთად ეს სფერო არის და ეს ხალხი ისევ ინდუსტრიაშია, და წეს სააგენტოებში ძალიან კაი ეს უცხოური, იმიტომ შეიძლება სააგენტომ ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია მგონია უცხოური სუპერმარკეტ და პლეიმეიკერსი განსაკუთრებით ეგორი არიან. აი, ხუთი შორტლისტებით ივლიან და ჯილდოები. კოკასთან ხუმრობ ხოლმე, იმიტომ რომ სამჯერ იყო ჩვენთან პოდკასტში მოსული და მეთქი, აი, ვინ მუშაობს, ვინ აკეთებს საქმეს პლეიმეიკერსი, სულ ჩვენთან არის პოდკასტში რაღაც ახალი кейსებით და ადრე თუ არ მახსოვს იმას ვიხსენებდი, ქლივა იყო ჩვენთან სტუმრად და მაშინ თქვა რომ ხო არ დავღვინდითო რა ჩვენ ეს ძველი რაღაც კომფორტის ზონაში შევედითო და რაღაცა ახლა უკვე სხვა ის რაღაც ის კრეატიული წვა შეიძლება უფრო ნაკლებად არისო და რაღაც ახალ თაობას თქვენ როგორ ატყობთ? აი მაინც ესე რომ დავამთავროთ, აი ახალგაზრდა თაობა რომელიც ეხლა შემოდის ამ ინდუსტრიაში, რამდენად ასეთები არიან ანთებულები ესე რომ ვთქვათ. მე დავიწყებ ჩემი მხრიდან ძალიან ანთებულები. საშინლად ჟღერს, ანუ მე უნდა ვთქვა რომ ბებერი ვარ და ახალგაზრდა თაობა მოვიდა. კი, ანუ საქმეოდ ანთებულია, საოპერატორო დეპარტამენტში არის რამდენიმე ადამიანი, ვინც დაიწყო აქტიურად რეკლამების გადაღება. რომელიც არის ახალგაზრდა და ძალიან კაია ეგ. ანთებულები არანაკლები აგროვებენ გამოცდილებას, სააგენტოების და პროდაქშენების დახმარებით ეძახიან და იღებენ. რამდენიმე გოგო ოპერატორია, რომელმაც დაიწყო სარეკლამო რგოლების გადაღება, გოგო რეჟისორია, რომელმაც აქტიურად იღებს და მგონია რომ ხო არა, ის არ თქვა რომ ბებრები ვართ და ახალგაზრდები მოვინა. არა, ჩვენ ახალგაზრდა ოპერატორები. კი, ძალიან არა, მათ საჭიროა ინდუსტრიაც იზრდება. ხო. და სტაფის რაოდენობას უნდა გაიზარდოს, ტალანტის რაოდენობას უნდა გაიზარდოს და ახალგაზრდასო ვამბობთ, იმას კი არ ვამბობთ, რაღაც კი არ ვიღნით პატარა ბავშვი. პირიქით, ანუ ახალგაზრდა არის კარგი. უფრო მეტი აქვს ნახე. რა არის კარგი მაგათთვის რა, რადგან ჩვენ თავს დავარქვით YouTube-ის თაობა, ვთქვათ, ის თაობა აღარ არის YouTube-ის თაობა და ახალგაზრდები ყევართ ჩვენ რა. ნუ ასე თუ ისე ძალიან დიდი გამოცდილება გვაქვს. ამ თაობას უკვე დაგვიგროვდა ძალიან დიდი გამოცდილება და იმას უკვე შეუვლიათ რა, მაგალითად ჩვენ დროს არ იყო რა რაღაც შეცდომას რომ დაუშვებდი, არ ყავდა ადამიანი, ვისაც კითხავდი რომ აი, თუნდაც რომ აჩვენებდი რა არის აქ შეცდომა და ეს ერთმანეთს მსჯელობით, აბა იქ ისეა, იმ კინოში ესეა, ესე ხوار უნდა გვექნა, ისე ხوار უნდა გვექნა, განათება რაღაც. და ეხლა ამათ ყავთ რა ჩვენი სახითაც ხო ყავთ და ისედაც სულ ესე პირადად არ კითხოს რაღაცა. ეს ჯგუფი იმდენად დაღვინებული არის, გინდა ტექნიკური ჯგუფი, გინდა სამხატვრო ძალიან ბიბამ რო ახსენა ძალიან ჯადოქრები ყავს სამხატვრო დეპარტამენტში და დეკორატორებში. უკვე ისეთი პლატფორმა აქვს შექმნილი, რომ ნოლიდან აღარ უწყებთ რა, გაუყალავში და გაუკაფავში აღარ უწევთ რა ბრმაციარული და ბევრად უფრო მალე ვითარდებიან და რა თქმა უნდა გაგვასწრებენ კიდევაც და ძალიან კაი ახალი თაობა მოდის რა მაგიტომ. ოკეი, ესე კრეატიული ინდუსტრია საიმედო ხელშია. კრეატიულიც და ადრინერვიულიც ყველაფერი კარგად რა. ძალიან დიდი მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო საუბარი შედგა და გამოვიდა. მე მინდოდა რომ რაღაც მინდა კიდევაც რომ გავაგრძელო ეს მიმართულება და სხვადასხვა მიმართულება. მგონია რომ რაღაცა ისე არაფერი არ ვლაპარაკე, ისე უცებ კი, და მინდა რომ რაღაცა ბევრ პროფესიას შევეხო, აი თუნდაც სამხატვრო დეპარტამენტი ახსენეთ, იქ რაღაც არ დირექტორებიც არიან და ასე შემდეგ, რომლებიც თავიანთ ინსაიტებს, თავიანთ გულის ტკივილსა თუ რაღაცა გამოსილებას გააზიარებენ და ეს პოდკასტი დაეხმარება ჩვენს ინდუსტრიაში რაღაცა ზოგადად რაღაც საქმის წინ წაწევას და კიდევ უფრო განვითარდებით და ვისწავლით ერთმანეთისგან, იმიტომ რომ მე დავეთანხმები ვორჩხას რომ ზოგადად ერთმანეთის ისეთ პერიოდში არის ყველაფერი დაწყებული, რომ ერთმანეთისგან გვაქვს ძალიან ბევრი რამე ნასწავლი, ვიდრე რაღაცა უნივერსიტეტებში და კონკრეტულ პროფესიებით. ეხლა მეც პირადად საერთოდ არ მაქვს ეგეთი განათლება, რაღაც ტურიზმის მენეჯმენტი დავამთავრე, და ფილოსოფია მქონდა მეორადად და მარკეტინგში წავედი ისე რომ რაღაც ჩემი სიყვარულით და ისევ ერთმანეთისგან ვისწავლეთ რაღაცეები და მოკლედ მადლობა სტუმრობისთვის, თქვენი განზიარებისთვის. დავემშვიდობები ჩვენს მაყურებელს და მსმენელს, შევხვდებით უკვე შემდეგ ხუთშაბათს, დროებით. Ejak